რამდენიმე წუთი იმისთვის რომ მოგვმართოთ და გითხრათ რომ ტელეკომპანია იმედში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, მიღმიანების რაზმი, ყოველგვარი გაფრთხილების წინაშე. ჩვენ გქონდა იმის იმედი, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა და როდესაც მან საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა, ვიფიქრეთ რომ თუნდაც ფორმალურად შენარჩუნებული იქნებოდა ქვეყანაში, თუნდაც ის რომ იმედი იმაუწყებლებდა. ამ წუთისთვის მე მაქვს ერთ-ერთი მიზანი მიმართო ხელისუფლებას მაქსიმალურად თავშეკავებულობისკენ მოუწოდოს თავის თანამშრომლებს, რომ აქ რომელიმე ჩვენი თანამშრომელი არ დაზარალდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას და ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი თანამშრომლების ხელყოფა ფიზიკურად დაზარალება, იქნება მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეხლა მე ხედავ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფაქტობრივად თლიან ეხლა შემოდიან ჩემთან სტუდიაში. ასე რომ მე მინდა გთხოვოთ, რომ არ ვიცი რა უნდა გთხოვოთ, მე აღარ ვიცი რა უნდა გთხოვოთ, იმედი გვაქვს, რომ გონიერებას მოუხმობს ხოლმე და აგრაიმე არ მოხდება ისეთი, რომ ვინმე დაზარალდეს. მე მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა. საერთაშორისოში შემოვიდნენ უკვე და ალბათ ამ წუთებში აქაც შემოვლენ. მე მესმის ხმაური და ისმის ახლა ყვირილი ჩვენ სააპარატოდან და დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ფიზიკურად ადამიანებს არ იხმარენ. თუმცა ხმაური ისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. ჯერჯერობით ჩვენ ტელეეთერში ვართ, თუმცა სტუმრები მოვიდნენ. კარგი, დროებით გემშვიდობებით. არ ინერვილოთ, ყველაფერი კარგად იქნება. გამორთულია უკვე ეთერი და აღარ